კომპიუტერი, რომელსაც წლებია იყენებდით, ქრება. ეს ეკრანი, ხატულები, ფანჯრები, მენიუები, რომლებზეც დააწკაპუნებდით, ყველაფერს უკანა პლანზე წევენ. ისინი იცლება 70 მილიარდიანი დოლარის ღირებულების ტრანზისტორული შავი ყუთით, რომელიც უფრო და უფრო მეტ გადაწყვეტილებას იღებს შენთვის და ყოველ ჯერზე ენერგიის გადასახადს გიწესებს. Nvidia უბრალოდ ახალ ჩიპს არ უშვებს. ისინი ცდილობენ CPU-ს იგივე გაუკეთონ, რაც უკვე გაუკეთეს GPU-ს. და Microsoft-მა მათ გასაღებები გადასცა. ლეპტოპი, რომელიც მაღაზიის თაროზე დევს, ტრადიციული გაგებით უკვე აღარ არის კომპიუტერი. დიახ, გარეგნულად ასე ჩანს. ისიც ირთვება როგორც კომპიუტერი, მაგრამ არქიტექტურა, რომელმაც პერსონალური კომპიუტერი 10 წლების განმავლობაში განსაზღვრა, ნელ-ნელა ქრება. ცენტრში კი არის ჩიპი, რომელსაც Nvidia RTX Sparks უწოდებს. წლების განმავლობაში კომპიუტერები სხვადასხვა ნაწილებისგან იყო აწყობილი. პროცესორი ლოგიკისთვის, გრაფიკული პროცესორი გრაფიკისთვის და ეკისთვის და სულ უფრო მეტი სპეციალიზებული აპარატურა ხელოვნური ინტელექტისთვის. მონაცემები მუდმივად მოძრაობდა მათ შორის. Nvidia-მ ეს ყველაფერი ერთ სილიკონის ჩიპზე შეამცირა. შედეგი ნაკლებად გავს კომპონენტების ერთობლიობას და უფრო მეტად ერთიან კომპიუტერულ ორგანიზმს. ყველაფერი იყენებს ერთსა და იმავე მეხსიერებას. ყველაფერი ერთი და იმავე საერთო მონაცემებზე მუშაობს. Nvidia აცხადებს, რომ მას შეუძლია წამში 1000 ტრილიონ გამოთვლა შეასრულოს. ეს რიცხვი თავისთავად არც კი აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. თხელი ლეპტოპი, რომელსაც მთელი დღის ბატარეის რესურსი აქვს, ახლა უკვე შეძლებს AI მოდელის გაშვებას, რომელშიც 120 მილიარდი დამოუკიდებელი პარამეტრია. სამუშაო, რომელიც ადრე მთელ ოთახს იკავებდა, ეხლა ზურგ ჩანთაში ეტევა. Nvidia ამტკიცებს, რომ კომპიუტერს ხელსაწყოდან გუნდის წევრად გადააქცევს და ამას მარტო არ აკეთებენ. Microsoft-მა ნებაყოფლობით მიაწოდა დაკარგული ნაწილი, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს AI აგენტს თქვენს კომპიუტერზე კონტროლი აიღოს. ის აკვირდება თქვენს აპლიკაციებს და მოქმედებს მანამ, სანამ რამეს სთხოვთ. სამუშაო მაგიდა, ხატულები და ფაილები და სასახაღალდეები, რომლებსაც მთელი ცხოვრება იყენებდით, ისევ იქაა. უბრალოდ ისინი აღარ არიან მთავარი. ორი თაობის განმავლობაში CPU პირადი კომპიუტერების ცენტრში იჯდა. ახლა ის უბრალოდ დამხმარე როლშია. და კომპანია, რომლის სახელიც თითქმის ყველა კომპიუტერში იყო ამოტვიფრული დედამიწაზე, ამ ბრძოლას თქვენ სამუშაო მაგიდაზე არ წაუგია. მან ეს ბრძოლა ბევრად უფრო დიდ ადგილას წააგო. 300 წლეულის განმავლობაში Intel ციფრული სამყაროს ცენტრში იყო. მისი ჩიპები ყველაფერს ამუშავებდა, საოფისე ტექნიკიდან დაწყებული გიგანტურ სერვერულ ფერმებამდე, რომლებიც თითქმის ყველა ვებგვერდის უკან იდგა, რაც კი ოდესმე გაგიხსნიათ. თუ კომპიუტერებს გული ჰქონდათ, ეს Intel იყო. შემდეგ კი ყველაფერი თავზე დაემხო. 2021-დან 2025 წლამდე Intel-ის წილი მონაცემთა ცენტრების ჩიპების ბაზარზე დაახლოებით 68%-დან 6%-მდე დაეცა. ამავე დროს Nvidia-მ 86%-ს მიაღწია. ერთმა კომპანიამ პრაქტიკულად მთელი ბაზარი დაიკავა. 2026 წლის ივნისისთვის Nvidia-ს ღირებულება დაახლოებით 5 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ეს იყო ყველაზე ღირებული კომპანია პლანეტაზე. ისტორიაში არც ერთი ბიზნესი ასე მაღალ ღირებულებად არასდროს შეუფასებიათ და არც არავინ მის ახლოსაც კი არ ყოფილა. როდესაც RTX Spark-ი წარადგინეს, ბაზრებმა მკისიერად მოახდინეს რეაგირება. Nvidia-ს აქციები გაიზარდა მაშინ, როცა AMD-ს, Intel-ისა და Qualcomm-ის აქციები დაეცა. 10 წლეულების განმავლობაში Intel და AMD ჩიპებს ქმნიდნენ დიზაინით, რომელსაც X86 ეწოდება. მისი ძლიერი მხარე იყო ინსტრუქციების ერთმანეთის მიყოლებით, რაც შეიძლება სწრაფად შესრულება. სწორედ ეს სჭირდებოდა ტრადიციულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ხელოვნური ინტელექტი სრულიად განსხვავებულ თამაშს თამაშობს. გრძელი ინსტრუქციების ჯაჭვის ნაცვლად, ის ერთდროულად ასრულებს უზარმაზარი რაოდენობის მარტივ მათემატიკურ ოპერაციებს. სწორედ აქ ჰქონდა Nvidia-ს უპირატესობა. მისი გრაფიკული ჩიპები უკვე შექმნილი იყო იმისთვის, რომ ერთდროულად ათასობით პრობლემა გადაეჭრა. სწორედ ამას მოითხოვს ვიდეო თამაშის რენდერინგი. როდესაც ხელოვნური ინტელექტი კომპიუტინგში ყველაზე მნიშვნელოვან რამედ იქცა, Nvidia-ს თავისთავიდან გამოგონება არ დასჭიროებია. მომავალი უკვე ოპტიმიზირებული იყო. Intel-მა საფრთხე შეამჩნია და საპასუხოდ იბრძოლა. მან შექმნა ხელოვნური ინტელექტის სამაჩქარებლები და გამოუშვა კონკურენტული პროდუქტები. წლები გაატარა სასოწარკვეთილი მცდელობით, რომ ჩამორჩენა დაეფარა. ეს ჩამორჩენა კი სულ უფრო იზრდებოდა. კომპანია, რომელმაც 10 წლეულები გაატარა ინდუსტრიის ტემპის დამყარებაში, ახლა ცდილობდა ფეხი აეწყო მისთვის. ეს არც იღბალი იყო და არც ჭკვიანური მარკეტინგი. ეს იყო შრომა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. Nvidia უკვე ელოდა. Jensen Huang-მა ამას კომპიუტერის ხელახალი გამოგონება უწოდა, ისეთივე მნიშვნელობის, როგორიც იყო ტელეფონის smartphone-ად ქცევის დღეისდღე. მაგრამ მონაცემთა ცენტრის დაპყრობა საკმარისი არ იყო. იმისთვის, რომ დაეპყროთ თქვენი მაგიდის კომპიუტერი, Nvidia-ს სხვა რამ სჭირდებოდა: კონტროლი. Nvidia-ს არასდროს დასჭიროებია მსოფლიოს საუკეთესო ლეპტოპის შექმნა. მას მხოლოდ უნდა დარწმუნებულიყო, რომ ყველა ისეთი ლეპტოპი, რომლის ყიდვა ძვირდა, მის პროდუქტებზე მუშაობდა. ასევე უნდა დაესვია, რომ მისგან არც ერთ ნაწილს სხვა არ ფლობდა. ამიტომაც ყველაფერი თავად დააწყო. Nvidia-მ დააპროექტა გრაფიკა და ხელოვნური ინტელექტის აპარატურა. პროცესორზე პარტნიორობა Mediatek-თან გააფორმა. ჩიპი TSMC მაწარმოა. Microsoft-მა კი Windows-ი მის გარშემო მოარგო. სანამ ერთი ლეპტოპიც კი მაღაზიის თაროზე მოხდებოდა, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. და ეს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Dell, HP, Lenovo და Asus-ი, უცნაურ მდგომარეობაში აყენებდა. ესენი არიან კომპანიები, რომლებისგანაც რეალურად ყიდულობთ, მაგრამ მათ მხოლოდ ერთი და იგივე მზა მოდული მიიღეს. მათ შეიმუშავეს კორპუსი, გაგრილება, ბატარეა და პორტები. დააყენეს Windows-ი და გაგზავნეს.
მათ არ ეკუთვნით პროცესორი, გრაფიკა, ან ის ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელიც წყვეტს, რას შეძლებს კომპიუტერი. სახურავზე დატანილი ბრენდები უბრალოდ ის ხალხია, ვინც კუთი ააწყო. Nvidia ყოველ გაყიდულ დოლარზე დაახლოებით 75 ცენტს ინარჩუნებს, როგორც მთლიანი მოგება. ეს თითქმის არ ნახულია ფიზიკური ტექნიკის მწარმოებელი კომპანიისთვის. კომპანიები, რომლებიც ლეპტოპებს აწყობენ, რამდენიმე პროცენტზე ცხოვრობენ. დანარჩენი ღირებულება ქრება, სანამ მოწყობილობა ქარხანას დატოვებს. ასე რომ ყოველ ჯერზე, როცა მეტი ერთეული იგზავნება, დისბალანსი იზრდება. ეს არაფერში ჩანს ფასის ეტიკეტზე, მაგრამ სწორედ ეს წვეთს, ვის ხელშია ძალაუფლება. ამ ძალაუფლების ცვლილებას კიდევ ერთი ელემენტი აქვს. დედამიწაზე თითქმის ყველა მთავარი ხელოვნური ინტელექტის სისტემა აგებულია Nvidia-ს პროგრამულ პლატფორმაზე, CUDA-ზე. და როცა შენი ინსტრუმენტები CUDA-ზეა აგებული, გადართვა თითქმის თავიდან დაწყებას ჰგავს. Nvidia-მ კიდევ უფრო სცადა ამ კონტროლის გაფართოება და $40 მილიარდ სცადა ARM-ის კონკურენტი პროცესორის არქიტექტურის კომპანიის შეძენა. რეგულატორებმა ეს ნაბიჯი დაბლოკეს, ამიტომ კონკურენტის ფლობის ნაცვლად Nvidia-მ თავისი ეკოსისტემა ნაგულისხმევად აქცია. და ინდუსტრიამ უბრალოდ მას მოერგო. ეს ზუსტად იგივე ნაბიჯია, რაც კომპანიებმა ადრე გადადგეს. გრაფიკული ბარათების შემთხვევაში მან შთანთქა ის ღირებულება, რომელიც ადრე ყველა მწარმოებელს შორის ნაწილდებოდა. ეხლა იგივე სლას აკეთებს პროცესორზეც, რომელიც პერსონალური კომპიუტერის ბოლო მთავარი ნაწილია, რომელსაც ჯერ კიდევ არ აკონტროლებდა. ასეთი ცვლილება მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა წასასრელი ან სარეზერვო პლატფორმა აღარ არსებობს. შემდეგ ნაწილს Microsoft-მა მიხედა. შეიძლება თქვენი ამჟამინდელი ლეპტოპი უკვე გამორიცხულია მომავლიდან და ეკრანიდან ვერაფრით გაიგებდით ამას. Windows-ის ახალი AI ფუნქციების გასაშვებად, კომპიუტერს ახლა სჭირდება სპეციალური AI ჩიპი, რომლის სიმძლავრეც მინიმუმ 40 ტოფსია. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რამდენი AI გამოთვლას შეძლებს წამში დაამუშავოს. ასევე სჭირდება 16 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 256 გიგაბაიტი საცავი, რაც ბევრ ძველ კომპიუტერს არ აქვს. Who's wars გადააბიჯებ, ფუნქციები ჩაერთება. თუ ვერ მიაღწევ, ისინი უბრალოდ cloud-ში გადაინაცვლებენ ან საერთოდ არ იმუშავებენ. ეს უმნიშვნელო დამატებები არ არის. ეს არის ისეთი ფუნქციები, როგორიცაა რეალურ დროში თარგმანი საუბრისას, სურათების გენერაცია თქვენს მოწყობილობაზე, უფრო ჭკვიანი საძიებო ვარიანტები და მეხსიერება, რომელიც თქვენს ყველა ნამუშევარს გადახედავს. ამ ყველაფრიდან არაფერი იმუშავებს იმ აპარატურის გარეშე, რასაც Microsoft-ი ითხოვს. როცა მოთხოვნები გამოცხადდა და ამ მოთხოვნებს ARM-ის ჩიპები აკმაყოფილებდნენ და არა Intel-ები. ამიტომ მთელი ინდუსტრია ARM-ზე გადაერთო. ეს იგივე საფუძველია, რაზეც Nvidia და მისი პარტნიორები უკვე აშენებდნენ. დრო შემთხვევითი არ იყო. Microsoft-მა 2025 წლის ოქტომბერში Windows 10-ის მხარდაჭერა სრულად შეწყვიტა. ხოლო დამანაც კი უზარმაზარი ტალღა გამოიწვია. ხალხი იძულებული გახდა ახალი რამე ყიდა, უნდოდათ ეს თუ არა. შედეგად მივიღეთ დიდი განახლება, ყველაზე მასშტაბური იძულებითი ტექნიკის შეცვლა, რაც ინდუსტრიას წლების განმავლობაში უნახავს და ამ ბარიერს ყველაზე მარტივად ის მოწყობილობები გადალახავენ, რომლებიც Nvidia-ს დიზაინზე აგებული. ძველი პროგრამები, რომლებიც x86-ზეა დაწერილი, პირდაპირ ვერ მუშაობს ამ ახალ ჩიპებზე. Windows მათ მუშაობისას თარგმნის სპეციალური შრის, სახელად Prism-ის მეშვეობით. ამიტომ ისინი მაინც იხსნება. ისინი უბრალოდ უფრო ნელა მუშაობენ და არასდროს იყენებენ ჩიპის სრულ შესაძლებლობებს. ძველი პროგრამები სტუმრის რეჟიმში მუშაობს. რა თქმა უნდა, RTX Spark-ის გაყიდვებმა Microsoft-ის სტანდარტს გადააჭარბა. საბაზისო მაჩვენებელი 40 TOPS-ია, ხოლო Nvidia ამბობს, რომ ეს ჩიპი 1000-ზე მეტს ახდენს. ეს Windows-ის მოთხოვნაზე 20 ჯერ მეტსაც აღემატება და სწორედ ეს არის მთავარი. ჩიპი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მხოლოდ დღევანდელ ფუნქციებს გაუმკლავდეს. ის შექმნილია იმისთვის, რაც მომავალში იქნება. ყველაფერი, რაც ამ ზოლზე ქვემოთაა, უკვე ჩამორჩენილია. ამ დონეზე ჩიპს შეუძლია ისეთი დიდი AI მოდელების გაშვება, რომლებიც ჩვეულებრივი ლეპტოპისთვის მიუწვდომელია და ასისტენტის უთქვეტად მუშაობაც შეუძლია, მაშინაც კი როცა კლავიატურასთან არ ხართ. როგორც კი ახალი პროგრამების უმეტესობა ავტომატურად იმ მაღალ დონეზე შეიქმნება, განახლება არჩევითი აღარ იქნება. ასეთი ტიპის ახალი კომპიუტერები არასდროს ჩერდებიან სრულად. AI ასისტენტები ნაწილობრივ გაღვიძებულ მდგომარეობაში არიან და ელოდებიან, როდის დასჭირდებათ რამე. ზოგი სისტემა ისეა დაპროექტებული, რომ ღამითაც კი აგრძელებს მუშაობას და თქვენ ძილის დროსაც ასრულებს გრძელ დავალებებს. ამას თავისი ფასი აქვს. რამდენი? ამაზე დიდი დებატები მიმდინარეობს. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოსა და ელექტროენერგიის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ერთი AI მოთხოვნა დაახლოებით 2.9 Wh ელექტროენერგიას მოიხმარს, მაშინ როცა ჩვეულებრივი ვებძიება დაახლოებით 0.3 Wh საჭიროებს. ეს დაახლოებით 10 ჯერ მეტია. ასე რომ მილიარდობით მოთხოვნა ყოველდღიურად, წელიწადში თითქმის 10 ტერავატ-საათ დამატებით მოთხოვნად შეიძლება გამოვიდეს. სხვა მკვლევრები ამასთან არ თანხმდებიან. კვლევითი ინსტიტუტი Epoch AI და OpenAI-ის Sam Altman-ი ამბობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია. მათი თქმით, ახალი მოდელებმა ერთი ტიპური მოთხოვნის ოთხოვნის ენერგომოხმარება ჩვეულებრივი საძიებო მოთხოვნის დონემდე შეამცირეს. ასე რომ თითო კითხვაზე დანახარჯი სწრაფად მცივდება, მაგრამ კითხვებს სულ უფრო ხშირად ვსვამთ. ეკონომიკაში ძველი იდეაა, რომ როცა რაღაც იაფდება და გამოყენება მარტივდება, ადამიანები მას ნაკლებად კი არ იყენებენ, არამედ უფრო მეტს იყენებენ და მთლიანობაში მოხმარება მაინც იზრდება. ასისტენტი, რომლის გამოძახებაც ძალისხმევას არ მოითხოვს, მუდმივად გამოიყენება, თუნდაც ისეთი პატარა ამოცანებისთვის, რისთვისაც ადრე კომპიუტერს არასდროს მიმართავდით. ასე რომ ხარჯი სადღაც შორეულ მონაცემთა ცენტრში კი არ არის, რაზეც არასდროს ფიქრობთ, არამედ თქვენს კალთაშია.
მანქანა უფრო ცხელდება, ვენტილატორი უფრო ხშირად იფთვება. ბატარეა, რომელიც ადრე მთელი დრის განმავლობაში ძლებდა, ნაშუადრევის შუახანებისთვის დამტენს ითხოვს და ეს ეფექტები სხვაგანაც ჩანს. Microsoft-ის საკუთარი ემისიები თითქმის 30%-ით გაიზარდა 2020 წლიდან, რასაც ამ სისტემების მომუშავე მონაცემთა ცენტრები იწვევს. რაც უფრო შესაძლებლობიანი ხდება პროგრამული უზრუნველყოფა, მით უფრო მეტ ელექტროენერგიას ხარჯავს ის ფონურად ყოველ ჯერზე როცა იყენებთ. ეს არის პრობლემა, რომელსაც ყველა კომპანია ერთდროულად შეეჯახა. ტრადიციული პროცესორი წესების ზუსტად დაცვაში შესანიშნავია. ის ინსტრუქციებს თანმიმდევრულად თითო-თითოდ გადის და იღებს მკაფიო დიახ ან არა გადაწყვეტილებას. ეს იდეალური იყო ყველაფრისთვის. დაწყებული ცხილებიდან ავიაბილეთების დაჯავშნამდე, სადაც ყოველი მოქმედება წინას ელოდება. თანამედროვე ხელოვნური ინტელექტი საერთოდ არ ფიქრობს სუბთან აბიჯებით. ის მუშაობს ვარაუდით. ის ასრულებს უზარმაზარი რაოდენობის საბაზისო არითმეტიკულ ოპერაციებს მილიარდობით მნიშვნელობაზე, რათა მივიდეს იმ პასუხამდე, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება. ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ყოველი სიტყვა იწვევს ამ აწონ-დაწონვის კიდევ ერთ ტურს, სადაც მილიარდობით რიცხვი ერთდროულად მოწმდება. ერთი მოკლე პასუხიც კი ტრილიონობით ასეთ პატარა შეკრებას მოითხოვს. აქ არ არის ლოგიკის მკაფიო ხაზის მიყოლა, უბრალოდ უზარმაზარი შესაძლებლობების ღრუბელილია, რომელიც წამში წყდება. ასეთი სამუშაო სრულიად განსხვავებული ტიპის პროცესორს სჭირდება. თქვენ არ გინდათ ერთი პროცესორი, რომელიც პრობლემებს ერთის შემდეგ წვეთს. თქვენ გჭირდებათ ათასობით პატარა მუშა, რომლებიც ერთსა და იმავე მარტივ გამოთვლას ერთდროულად ასრულებენ. ტრადიციული პროცესორი არ ქრება. ის უბრალოდ ხდება კოორდინატორი, რომელიც სამუშაოს ხელოვნური ინტელექტის ბევრად უფრო დიდ ნაწილს გადასცემს და თავად იმ მცირე ამოცანებს აგვარებს, რომლებსაც ჯერ კიდევ მკაცრი თანმიმდევრობა და სიზუსტე სჭირდება. ათასობით ასეთი გამოთვლის პარალელურად შესრულება, რამდენიმე გამოთვლის მიმდევრობით შესრულების ნაცვლად, სწორედ ის არის, რაც ყველაფერს ლეპტოპში ატევს და არა საწყობში. და როცა მანქანა იწყებს აზროვნებას, ის ადამიანიც იცვლება, ვინც ადრე ამას აკეთებდა. 10 წლეულების განმავლობაში კომპიუტერის გამოყენება ნიშნავდა იმის ცოდნას, სად რა იყო. სნიდი პროგრამას, ეძებდი ფოლდერებში, აჭერდი მენიუებს და ყველაფერს თავად აწყობდი. ამ ახალ მოწყობილობებზე ასისტენტი შექმნილია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაქრეს. საკმარისი დრო რომ მისცე, ყველაფერს იმახსოვრებს. გუშინდელი სამუშაო სიხსენებს, სწორ ხელსაწყოს არჩევს ამოცანის შესასრულებლად და მზად შედეგს გაბრუნებს. სანამ დაჯდები კიდეც კი, ასისტენტს უკვე შეიძლება კონდეს დალაგებული შენი შეტყობინებები, დაწერილი მარტივი პასუხები და მომდევნო მნიშვნელოვანი საკითხებიც მზად. სამუშაო მაგიდა, რომელიც ადრე სავსე იყო ფანჯრებით და გიწევდა მათ შორის ნავიგაცია, ეხლა ფონურად იმართება. კონტროლს სრულად არ კარგავ. შეგიძლია ნაბიჯი მაინც უარყო. რაც ხდება, არის ხილული კონტროლი, რომელიც ძველ ეპოქას განსაზღვრავდა. იცოდი სად იყო ფაილები, იცოდი რა მუშაობდა, იცოდი რატო აკეთებდა მანქანა იმას, რასაც აკეთებდა. ჩიპი, რომელიც ფიქს ასრულებდა, ყოველთვის დახურული ყუთი იყო, რომლის შიგნითაც ვერავინ იხავინ იხედებოდა. ეხლა მასთან საუბრის გზაც დახურულია. გაგება იმისა, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერი, ადამიანებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებად საჭირო ხდება. ხოლო უნარი, რომელსაც არ იყენებ, საბოლოოდ გავიწყდება. ლეპტოპი, რომელიც 2024 ან 2025 წლის დასაწყისშია ნაყიდი, უკვე რელიქვია. თუ გახსნი, ჯერ კიდევ შეგიძლია დაინახო, როგორ მუშაობს. შეგიძლია ხელით შეცვალო პარამეტრები. შეგეძლო ფაილები ჩაგესწორებინა, რომლებიც მის ქცევას აკონტროლებდა. ის შენ გეკუთვნოდა და შენ გემორჩილებოდა. ყველაფერი, რასაც RTX Spark ჩიპი აკეთებს, დახურულ ყუთში ხდება. მისი მთელი ლოგიკა აგებულია ალბათობებზე და არა ფიქსირებულ წესებზე. პროგრამული უზრუნველყოფა ეკუთვნის NVIDIA-სა და Microsoft-ის დუოპოლიას. შენაძლევ მიზანს და ასისტენტი მოქმედებს. დესკტოპი ისევ არსებობს, უბრალოდ ძველი პროგრამებისთვის. ეს აღარ არის ადგილი, სადაც კომპიუტერი რეალურად მუშაობს. ძველ მოდელზე დაბრუნება მარტივი აღარ არის. პროგრამული უზრუნველყოფა იქნება იმ აპარატურისთვის, რომელზეც ის საუკეთესოდ მუშაობს. მომხმარებლები მიყვებიან პროგრამულ უზრუნველყოფას. ძველი მოწყობილობები ჩამორჩებიან და უსარგებლო ხდებიან. პერსონალური კომპიუტერის, როგორც ზოგადი დანიშნულების ინსტრუმენტის, რომელიც ეკუთვნის და იმართება მომხმარებლის მიერ, ეპოქა დასასრულს უახლოვდება. მას შეცვლის სისტემა, სადაც ინტელექტი და ცდომა დამოკიდებულია იმაზე, რის გაშვებას შეძლებს თქვენი მოწყობილობა. და NVIDIA-ს გარდა ვერავინ სრულად ხედავს, როგორ ქმნის ის იმას, რას ქმნის, ის იმას, რასაც ქმნის. ნამდვილი გამყოფი ხაზი ტექნიკური არ არის, ეს წვდომაა. ვინ შეძლებს მასთან ერთად ფიქს და ვინ დარჩება მიღმა. NVIDIA და Microsoft იწყებენ მთელი ბაზრის მონოპოლიზებას და ეს გავლენას ახდენს თქვენს შესაძლებლობაზე შეიძინოთ ის, რაც თქვენს კომპიუტერშია საჭირო. უყურეთ ვიდეოს, რეალური მიზეზი, რატომაც რამის პასები ცაში ადის და უარესდება, ან დააწყაპუნეთ ამ ვიდეოზე.